მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს. ეს განცხადება ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე განმარტებით გადაწყვეტილების შეცვლა მოჰყვა შეუთანხმებლობას, რომელიც მინისტრის მოადგილეების პოსტებს ეხებოდა. გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი იქნება. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი. კახაბერგულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში 2016-17 წლებში. ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახაბერგულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მე მინდა წარმატებები უსურვო ბატონ კახაბერგულედანს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლის, უღრმესი მადლობა. დობისთვის ეს დობა მანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ამახალ გამოწვევებს და ამახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი. უღრმესი მადლობა. შეფასებების თემა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევროკავშირისადმი მოწოდებად დაიწყო საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს განცხადება მარგოს ცაჰკნამს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა. ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. მმართველ გუნდში კი მსგავს დამოკიდებულებას უსამართლოს და სუბიექტურს უწოდებენ. როდესაც დასავლეთს აცხადებ ღია მტრად, ებრძვი მას პირდაპირ და უპირისპირდები, მათ შორის იქეთ კანონებს, რომელიც ყველა დემოკრატიულ ინსტიტუტს აუქმებს საქართველოს ქვეყანაში, ლოგიკურად მიდიხარ აქეთკენ, ამიტომაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ მოსალოდნელი იყო ეს განვითარების სცენარი, თუმცა იმედი მაქვს და 8 წამს, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და ზოგადად ეს პროცესი, დამანგრეველი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის შეჩერდება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არის ხალხის, ეს დაიმსახურა ქართველმა ხალხმა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ დადგება განხილვის საკნად ქართველი ხალხისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს დამატებით იზოლაციას ქართველი ხალხისთვის, რომელსაც დამსახურებულად აქვს მოპოვებული ეს ყველაფერი. ესტონეთის ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ბალტიის პირეთში სამწუხაროდ სუვერენიტეტი ფეხქვეშ არის გათელილი და განსაკუთრებული გავლენები აქვს ამ ქვეყნებში deep states. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რადგან ამერების ესერები ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მეგობრები არიან. ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ deep states უნდა რომ ქართველი ხალხი დასაჯოს იმისათვის, რომ ნაცმოძრაობის მოღალატეობრივ რეჟიმს არ უჭერს მხარს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სოფლის ნობათის იმპორტირებული რძის 5 ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. მომხმარებლებს, რომლებმაც სოფლის ნობათის რძის კონკრეტული პარტიები შეიძინეს, მოუწოდებენ, რომ პროდუქტი არ მიიღონ. მწარმოებელ კომპანიას ჯარიმაც დააკისრეს. იმპორტირებული რძის 5 ნიმუში, რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ერასმუს პლუსის თანამშრომლობის ფარგლებში ოზურგეთის პროექტის მონაწილეები სტუმრობდნენ. უფრო ვრცლად ნახეთ სიუჟეტში. ოზურგეთში იტალიის, პორტუგალიის, ხორვატიის, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთის, ლატვიის და ფინეთის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ. თავდაპირველად სტუმრები ოზურგეთის ტექნოპარკს ეწვივნენ. საალტბარო სკოლის მოსწავლეებმა 3D ფორმატში ლარჭენ სოინარის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც იქვე დატესტეს. უკვე მოგვიანებით კი სტუმრებმა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ეთნომუსიკოლოგების მაია გელაშვილისა და მაკა ხარძიანის ლექსია პრეზენტაცია მოისმინეს.
პარტნიორული თანამშრომლობა ზრდასრულთა განათლებაში უზრუნველყოფს ფართო ქსელის შექმნას, რომელშიც ევროპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ნაწილია გაერთიანებული. მიზანი მისი განხორციელებისა კი იუნესკოს მიერ აღიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია. ფოლკლორის ცენტრისა და ერაზმუს პლუსის პროექტის იუნესკოს კულტურული სივრცის ქსელის ციფრული განზომილება პარტნიორია Digital Age. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურისთვის, რადგან მსგავსი პროექტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პოპულარიზაცია მოვახდინოთ ჩვენი ხელოვნების, ტრადიციული ხელოვნების განსაკუთრებით და აი ახლა აქ ტექნოპარკში შედგა ესეთი კოლაბორაცია, ესე ვთქვათ, თანამშრომლობა ფოლკლორის ცენტრისა და ტექნოპარკის, სადაც ბავშვებმა დაამზადეს ტრადიციული ინსტრუმენტი, ლარჭემ სოინარი, რომელიც დაიბეჭდა 3D პრინტერზე, ეს გასაოცარი რამ არის და პოპულარიზაციისთვის და მასიური წარმოებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ამ პროექტის მიზანია ქვეყნებს შორის გაზიარდეს წარმატებული გამოცდილება, რომელიც ეხება ციფრულ გამოწვევებს. ვინაიდან ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ციფრულ ტექნოლოგიებს დიდი როლი აქვს და ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი უჭირავს. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის ახალი გზებისა და მეთოდების ძიების დანერგვა მნიშვნელოვანია. პროექტში მონაწილეობს პარტნიორი ორგანიზაციები 9 ქვეყნიდან. პროექტის მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ კულტურული მემკვიდრეობა იყოს შენარჩუნებული ციფრულ ფორმატში, იყოს ხელმისაწვდომი პირველ რიგში ყველასათვის და ამაში ჩაერთოს როგორც უფროსი თაობის, ისევე ახალგაზრდები ამ პროექტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები გაეცნენ ასევე საოლპორო სკოლის ნამუშევარს. თანამშრომლობენ ისინი ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრთან, მათ 3D ფორმატში შექმნეს, ციფრულ ფორმატში შექმნეს უძველესი საკრავი სოინარი, შემდეგ აღადგინეს ის და ახმოვანეს კიდეც. ასე რომ ეს პროექტი უღრესად მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომ გათვალისწინებისათვის ამ ყველაფრის დიგიტალურ ფორმატში. ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანებაში ნომერ მეორე საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა სამოქალაქო განათლებაში პროექტ გაკვეთილი ფული ჩვენი არსობისა წარადგინეს. ფული ჩვენი არსობისა, ასე ერქვა პროექტს, რომელიც სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნატალია რამიშვილის იდეით ნომერ მეორე საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა სკოლის გარე სივრცეში წარმოადგინეს. პროექტის იდეა და მთავარი მიზანი პედაგოგმა გაგვაცნო. მოკლედ ისაუბრა იმაზე, თუ რა დატვირთვა ჰქონდა წარსულში და აქვს აწმყოში ფულის ერთეულს. იგი ვისთვის მიზანია, ვისთვის კი საშუალება. მოიხილა ფულის შექმნის საფუძვლები და ქვეყნები, შემდეგ კი ასპარეზი მოსწავლეებს დაუთმო, რათა მისი ნაღვაწი უკეთ წარმოჩენილიყო. B, G და D კლასელები 3 გუნდად წარმოგვიდგნენ. ზარაფხანა, თალერი და ევროზონა, რომლებმაც ლარის, დოლარისა და ევროს შექმნის ისტორიები მოგვიყვეს. ისაუბრეს კუპიურებსა და მათ ვიზუალზე, დიზაინზე, დანიშნულებაზე და მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის შემდეგ მუზეუმის თანამშრომელმა ნუმიზმატმა მარიკა ხლონტმა მცირე ექსკურსი ჩაუტარა მოსწავლე პრეზენტატორებს და ფულის წარმომავლობაზე და განვითარების გზებზე მოუთხრა. მოგვიანებით გუნდებმა ჟიურის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს, როგორც ერთად, ასევე გუნდის კაპიტნებმა ცალ-ცალკე. საბოლოოდ გამარჯვებულ გუნდად ზარაფხანა დასახელდა, თუმცა სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებად თალერი და ევროზონა დასახელდნენ. საბოლოოდ კი მე-9 კლასელებმა პრეზენტაციის კეთების უნარი, ასევე ინფორმაციის მიღებისა და გაცემის შესაძლებლობები, რაც მთავარია პედაგოგისგან და არა მხოლოდ ცოდნის მიღების მზაობა, ცხადად დაგვანახეს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხატო ნატო მასწავლებელს, იმიტომ რომ უკვე მე-3 წელია გვასწავლის და ასეთი პროექტები არ მოუკლებია მე-7 კლასშიც, მე-8-შიც და უკვე მე-9 კლასშიც ყოველთვის საზღვრებს გარეთ სკოლის გარეთაც მქონია ჩატარებული და სკოლის შიგნითაც. და ამისთვის ნატალია მასწავლებელსაც ძალიან დიდი მადლობა და სკოლის დირექციასაც. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, ასეთი ნომინაციით და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც უფრო მეტი და მეტი ასეთი პრეზენტაციები გვექნება.
რა თქმა უნდა ძალიან ეს ფული ძალიან აქტუალური თემაა და ანუ საინტერესოა ყველა ადამიანისთვის და რაც უფრო ანუ მეტი ცოდნა გვექნება უნდა აღვნიშნო ისიც რომ ანუ ქართულ ფულზეც ძალიან საინტერესოა იყო რადგან ჩემი აზრით ქართულ ფულს აქვს ყველაზე ძველი ისტორია და მართალია ევრო და დოლარი კი არის ახლა უფრო მყარი ვალუტა მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო მაინც ესაა ქართული ფული რადგან დოლარი და ევრო შედარებით ახალი ფულია და თითქმის არაფერი ისტორია არ გააჩნია და ქართულ ფულს ძველი წელთაღრიცხვით იწყება უკვე და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ამ პროცესში ჩართვა. ეს ძალიან კარგი ღია გაკვეთილი იყო, ყოველწლიურად ვაკეთებთ რაღაცა თემებთან დაკავშირებით. ამჯერად ფული იყო. ყველას ძალიან კარგი ნამუშევრები ჰქონდა, ვაღიარებ ზოგს უკეთესიც და კონკურსში ჩავატარეთ და გამარჯვებულიც დავაფიქსირეთ. თვითონ თემა რამდენად საინტერესო იყო? ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თემა იყო. ბევრი რამ ახალი გავიგე ფულთან დაკავშირებით, როგორც ევროსთან, ლართან და დოლართან. მიხარია ის, რომ უფრო სიახლე შემოიტანეს და უფრო ნელ-ნელა ხშირდება ესეთი აქტივობები სკოლაში და მოხარული ვიქნები თუ კიდევ ბევრჯერ ექნებათ მოსწავლეებს იმის საშუალება, რომ დაამტკიცონ თავისი შესაძლებლობები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა, ეს იყო პროექტ გაკვეთილი ფული ჩვენი არსობისა. როგორც სახელმწიფო იქმნება, ვითარდება, ყალიბდება, ისე ფულსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ზოგისთვის ფული ხელის ჭუჭყია, ზოგისთვის мотиваცია, ზოგისთვის არსებობის საშუალება, ზოგისთვის მიზანია. და მე ერთს ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანი გამონათქვამს, რომ მოკლედ ღირებული და ღირსეული ადამიანისთვის, გონიერი ადამიანისთვის ფული არის საშუალება, ხოლო სულელისთვის არის მიზანი. ეს აქტივობა ძალიან ბევრ უნარს ავითარებს მოსწავლე ახალგაზრდებში, განსაკუთრებით ეს არის კვლევაძიება, ინფორმაციის დახარისხება და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი კომპეტენცია ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეს გახლავთ სწორედ ფინანსური წიგნიერება. ეს ჩვენ შევძელით გამოგვივიდა, რის გამოც მე მადლობა მინდა გადაუხადო დღევანდელ აქ ჩართულ მოსწავლეებს. ვაგრძელებთ ეთერს და ახლა სტუდიაში ყავს სტუმარი გიგი მახარაძე, რომელსაც არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არის აქტიური მოქალაქე და ოზურგეთის დიდი ნაწილი მას ძალიან კარგად იცნობს. მოგესალმები გიგი, მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს. გამომდინარე იქიდან რომ როგორც უკვე ვთქვი, ცხადია ძალიან ღრმად იცნობ არასამთავრობო სექტორს, მედიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს. ეს ორი კანონი, რომელიც სულ ახლახანს მიიღო პარლამენტმა, მესამე მოსმენაც უკვე დასრულდა. როგორ შეაფასებდი თუ იმ არგუმენტებს მოვისმენთ, რომ ამბობენ უმრავლესობის წევრები, რომ ეს არის ამერიკული ფარას იდენტური ვარიანტი და რომ ამაში არავითარი საფრთხე არ არის, აი ჯერ ამ კანონის განხილვით რო დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ზოგადად ვიტყვი, რომ ორივეს კრიტიკულად უარყოფითად ვაფასებ, რა თქმა უნდა, ეს სხვანაირად შეუძლებელი. ახლა რაც შეეხება უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ უნდა იმით, რომ საერთოდ სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელია ჩვენი სამართლის სისტემაში ამერიკული სამართლის სისტემიდან რაღაცის დაკოპირება და გადმოტანა. ის რო ვთქვათ, რომ ზოგადად ნებისმიერ მართვის სფეროში სამართალში რაღაც უცხოურის უბრალოდ თარგმნა და გადმოტანა რამდენად გამართლებულია და რა თქმა უნდა არის გამართლებული ეს ერთი, მაგრამ მით უმეტეს როცა საუბარი გვაქვს სრულიად სხვა სამართლებრივ სისტემაზე. იმიტომ რომ ეს არის ამერიკული სამართლის სისტემა და კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და იმიტომ რომ კანონებს იქ აქვს სხვა დანიშნულება, კანონის აღსრულების მექანიზმი არის სხვა, კონტინენტურ ევროპაში კანონები იწერება უფრო დეტალიზებულად, ნაკლები სივრცე უნდა იყოს დატოვებული ინტერპრეტაციისთვის, იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ ნორმების განმარტებას და ჩვენს კონტექსტში ეს რაღაც თარგმნა და თარგმანის შემოტანა იძლევა სულ აბსურდს. ამისი აბსურდულობა ძალიან მარტივად გამოჩნდება თუ წავიკითხავთ, იმიტომ რომ უბრალოდ გაუგებარია ძალიან ბევრი რამ. ამას თუ თავი დავანებოთ და ვთქვათ მიზანი, რა მიზანიც ამას აქვს, როგორც ფარას, ასევე მეორე კანონს, რომელიც მედიას ზღუდავს, ძალიან მარტივია რა არის ამ ორივე კანონის მიზანი. ამის მიზანი არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს არავითარი
ორგანიზებული საწინააღმდეგო აზრის და საწინააღმდეგო აზრის ირგვლივ ორგანიზების საშუალებაც კი გულისხმობ ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერ საკითხზე, არა მხოლოდ პოლიტიკურზე, არამედ რაღაც ეკონომიკური, სოციალური, გარემოს დაცვითი თუ რა, რაც ადამიანს შესაძლოა დასჭირდეს რაღაც იმ ფორმების გამოყენება, რაც ჩვენთვის აქამდე მეტნაკლებად შესაძლოა ცნობილი იყო დემოკრატიული ფორმები, აი ამ ყველაფრის არსებულის გაჩერება და მომავალში პრევენცია. აი ეს არის ამ ორივე კანონის მიზანი. კი ბატონო, მედიის ნაწილსაც რო შევეხოთ, პრინციპში უკვე ახსენეთ მედია, მაგრამ რომ განვუმარტოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს ორი ნაწილისგან შედგება, ხო? მაუწყებლის შესახებ კანონი ერთი უკრძალავს უცხოური წყაროდან დაფინანსების მიღებას და მეორე არის შინაარსობრივი ნაწილი, რომელშიც პრინციპში განსაკუთრებული არაფერი არ არის, მაგრამ ნუ ღრმად თუ ჩავეხედავთ, იქაც არის მნიშვნელოვანი პრობლემები. მაგალითად, რეგიონული მედიისთვის განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ეს, რადგან არ არსებობს რეგიონებში სხვა სივრცე და ფინანსური შემოსავალი გარდა უცხოური დონორებისა. ეს ნიშნავს მათ შორის მედიის გაჩუმებას და მათ შორის მედიაზე შეწოლას, ხო ცხადია? რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია ეს როგორც უკვე ვთქვი, ამის მიზანია, ამ კანონების მიზანია, რომ ნებისმიერი რაღაც მისთვის მიუღებელი ველი გაანადგუროს, იმიტომ რომ დაფინანსებაზე ნებისმიერ საკითხის მიბმა არის თავის მხრივ არასწორი, იმიტომ რომ დაფინანსება უცხოური იქნება ეს თუ ადგილობრივი, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. ლოგიკურად რო დავფიქრდეთ, ამოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს, მაგალითად იგივე ფარა, როცა იყენებს ესეთ ტერმინს, როგორიცაა უცხოური პრინციპალის აგენტი, ან თვითონ ხელისუფლება ის რაც ამდენი ხანი ეწევა პროპაგანდას, რომ ესე იგი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთის ინტერესებს ატარებენ, ჯერ ერთი უცხოეთის ინტერესი შეიძლება გაატაროს ნებისმიერმა სხვა ჯგუფმაც და მოქალაქემაც დაფინანსების ფორმალურად გარედან დაფინანსების გარეშეც და მეორე რომ უამრავი მედია საშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია პირიქით ემსახურება და ემსახურებოდა აქამდეც ქართველი ხალხის ინტერესებს, საზოგადოების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, საიდან იღებდა დაფინანსებას, არა? დაფინანსებას რატომ იღებდა, როგორც შენ აღნიშნე, მედია, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საუშვად არასამთავრობო ორგანიზაციებიც უმეტესწილად დასავლური ქვეყნებიდან, იმიტომ რომ საქართველოში ამ ხელისუფლებამ მათ შორის და წინა ხელისუფლებამაც ვერ შეძლეს აემუშავებიათ ისეთი ეკონომიკა, რომ უბრალოდ არ იყოს ეს საჭირო. მაშინ სახელმწიფო რატო იღებს დასავლურ დაფინანსებებს ასევე სხვადასხვა პროექტებისთვის, რატო სარგებლობდა ამით? იმიტომ რომ არა გვაქვს ჩვენ ამისი საკმარისი შესაძლებლობები და ფინანსები, თორე ეს არავისთვის არ არის რაღაც თვითმიზანი. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც უცხოეთის დაფინანსება კონდეს, მაგრამ მეორე საკითხი მინდა კიდე აღვნიშნო თუ შეიძლება რომ გავაგრძელო, რომ აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ერთი არასაც რაკია კანონებს ვაფასებთ, კანონებში წერია ტექსტი და მეორეა კიდე ამ კანონების აღსრულება. და ჩვენ ვხედავთ უკვე აი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით თუ მანამდე ვერა ან ნაკლებად შეიძლება იყოს შესამჩნევი, რომ მიუხედავად იმისა, რა წერია კანონში უკვე არსებულშიც კი ძალიან ხშირად ამათი ინტერპრეტირება და გამოყენება ხდება სრულიად იმ ტექსტის მიღმა და ამ არსებული კონტექსტში ხელისუფლების სასარგებლოდ. ამიტომ აი ეს პროცესიც თვითონ არსებული კანონმდებლობა როგორ სრულდებოდა, როგორ ხდებოდა გამოყენება, აი ეს პროცესიც გვაჩვენებს რა არის კიდე ამ ახალი კანონმდებლობის დამატებით შემოტანის მიზანი. კი ბატონო. კითხვა ცხადია, ნახევრად რიტორიკულია და ნახევრად პრინციპში რეალურიც, მაგრამ როგორ ფიქრობ, რაში არის გამოსავალი? ანუ ახლა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ამ მედია ორგანიზაციებმა, რომელთაც აი მაქსიმალურად ეზღუდებათ ყველანაირი მოქმედების სივრცე, როგორც თავად აღნიშნე, რა უნდა გააკეთონ, რა უნდა მოიმოქმედონ? ხო, ნუ ნახევრად რიტორიკულია ალბათ. ხო, არ ვიცი, ალბათ საჭიროა რაღაც ახალი ფორმების მოფიქრება, ახალი სამოქმედო რაღაც გეგმების დასახვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ ის მუშაობა, რასაც არასამთავრობო სექტორი ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს წევდა, აქამდე ეს მინდა ვთქვა უპირველეს ყოვლისა
მაგრამ ალბათ მეც მათ შორის ახლა არ მინდა რომ სხვა ვინმე რამეში დავადანაშაულო, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი თვით კრიტიკულად, რომ რაღაცას ალბათ არასწორად ვაკეთებდით შესაძლოა ნაწილს. ამიტომ რაღაცეები შესაძლოა გადავაფასოთ ჩვენივე თქვათ ხედვებში, სამოქმედო ტაქტიკაში უფრო მეტად და რაღაც სხვანაირად მივუძღეთ არსებულ სიტუაციას. ვეძებოთ კონკრეტული საკითხების ირგვლივ მოკავშირეები ადამიანები, რომელსაც მაგალითად მე რომ მაწუხებს რაღაც ბუნების განადგურებას, სხვასაც რომ აწუხებს ჩემს მსგავსად და აი ამ საკითხებში გავერთიანდეთ ან ადამიანებმა, რომელსაც აწუხებთ რაღაც თავის სოფელში რომ არ დადის რაღაც ავტობუსი, იმათ ერთმანეთი ვიპოვოთ, ერთმანეთს დავუკავშირდეთ და ეს გვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ ამ პრობლემის მოგვარების გზა სად არის და დავინახოთ, რომ ეს არ არის რაღაც მენეჯმენტის ხარვეზი, რომ სადღაც ავტობუსი არ დადის, რომ ან ქუჩაში რომ ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლი დადის, ეს არ არის რაღაც ესე იგი არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგი რაღაც დაბალ საშუალო დონეზე ან რაღაც არასწორი მართლობითი ის ან ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რომ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში და ვთქვათ, რომ საკითხები რაც ჩვენ გვაინტერესებს და ის ინტერესები რაც ჩვენ გვაქვს რიგით ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში და რისი მოგვარებაც ჩვენ გვინდა, აი ეს საკითხები პრინციპულად შეუთავსებელია იმასთან, რაც უნდათ და რის გაკეთებასაც ცდილობს აქ მართველი კლასი. ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა ინტერესები, ჩვენ გვინდა რომ რაღაც ჩვენი შვილები სკოლებში კარგ განათლებას იღებდნენ, ინფრასტრუქტურა იყოს, სკოლები, ბაღები უნებელი სურსათით ვიყვებოთ, კიდე რაღაც პრობლემები უკვე ვახსენე. ხო, აი ეს რაღაცები გვინდა და უნდა დავინახოთ, რომ სრულიად სხვა დღის წესრიგი აქვს მართლ ძალას. კი ბატონო. სრულიად სხვა დღის წესრიგი და მინდა გავიხსენო, თუ გვაქვს დრო ძალიან მოკლედ, ესე იგი წარსულში მინდა წავიდე და ვთქვა აი 1905 წელს გურიაში. როცა გლეხების მასობრივი რევოლუციური მოძრაობა იყო და გამოდიოდნენ და გადაწყვიტა მაშინ იმპერიის ხელისუფლებამ რომ მოლაპარაკებებზე წასულიყო და გამოგზავნა სპეციალური წარმომადგენლები, რომელიც ხალხს ელაპარაკებოდა, ისა ამბობდა, ეკითხებოდა რა პრობლემები გაწუხებთ, ადამიანები უყვებოდნენ თავიანთ პრობლემებს გურიის სოფლებში, ასობით, ათასობით ადამიანი ხდებოდა, აყალიბებდნენ მოთხოვნებს და შემდეგ ყველგან იყო ერთი და იგივე დასკვნა ისევ ხალხის მხრიდან, რომ ესაა ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ მთავრობას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ძალუძს. ესაა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენ ესეთ ადამიანებმა დღესაც უნდა გავიაზროთ, რომ აი ეს პრობლემების მოგვარება რაც ჩვენ გვინდა, აი ამ ასეთი რაღაც ოლიგარქიული ავტორიტარიზმის პირობებში არ მოხდება. შეუძლებელი. სოციალურ საკითხებს შეეხებ და ბარემ მინდა გკითხო ახალ მოძრაობასაც, რომელიც თებერვალში დაფუძნდა და რომელსაც ქვია სოციალური დემოკრატიის. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. რას გვეტყვი? მანიფესტი წავიკითხეთ, საზოგადოების დიდი ნაწილიც იცნობს მას, თუმცა მოკლედ მაინც რომ ვუთხრათ, რა მიზნებით არის წარმოდგენილი ეს მოძრაობა, რამ შეკრიბა ეს ადამიანები ერთმანეთის ირგვლივ, რამ გააერთიანა და რა არის, რა ვიცი, პროგრამა მინიმუმი ან თუნდაც მაქსიმუმი, თავარი ხედვა სამომავლოდ და მიზნები ამ მოძრაობის. კეთილი. როგორ აღნიშნე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს, არ ვიცი მე ამის შესახებ ძალიან გამიხარდება თუ იცნობს და უფრო მეტი თუ რაც დაინტერესდება ჩვენი მოძრაობით და ინფორმაციას მოიძიებს გამოგვყვება და ხარს დაგვიჭერს, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. რაც შეეხება მოძრაობას, ეს აერთიანებს ადამიანებს, რომლებისთვისაც, ესე იგი, სოციალური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი ღირებულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესე იგი დემოკრატია, ეს დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორც აქამდე ძირითადად ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც შემოვიფარგლოთ მხოლოდ არჩევნებით ან სხვა, რას გულისხმობს ეს, რომ მივდივართ არჩევნებზე, ხელისუფლება არის ჩვენს მიმართ ანგარიშვალდებული, შეგვიძლია გადავირჩიოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჯერ ერთი ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არჩევნებიც აღარ გვაქვს და გაუქმებულია ფაქტობრივად. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ შემოვიტანოთ კიდევ სოციალური საკითხები დღის წესრიგში. ეს საკითხები მეტნაკლებად ემთხვევა იმ ზოგიერთ საკითხს, რაც აქამდეც ვთქვი, მაგალითად იგივე განათლების საკითხი, დაუშვათ სოციალური თანასწორობის საკითხი, იმ საკითხი, რომ
რაღაც ჩვენი გარემო არ ეწირებოდეს რაღაც რამდენიმე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესის ინტერესებს და ასე შემდეგ. და მე მიმაჩნია მე რატომ ვარ ამ მოძრაობაში ამას ვიტყვი რომ მე მიმაჩნია რომ ამ მოძრაობას აქვს იმის შესაძლებლობა რომ აი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აი ეს საკითხები შემოიტანოს აქტიურად დღის წესრიგში. ეს მოძრაობა რა თქმა უნდა არის ზოგადად იმ საპროტესტო მოძრაობის ნაწილი რა თქმა უნდა რაც მიმდინარეობს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში ფიზიკურად მიმდინარეობს დარწმუნებული ვარ ამას უამრავი გულშემატკივარი ყავს სხვაგანაც მათ შორის ოზურგეთში სადაც შესაძლოა ეს რაღაც ქუჩაში ფიზიკურად არ ჩანდეს მაგრამ იმედი მაქვს რომ ხალხის დიდი ნაწილი შესაბამის განწყობაზეა რაც შეეხება პროგრამას, რაზეც ასე ვკითხე, პროგრამაზე მიდის მუშაობა, გამოქვეყნებული გვაქვს მანიფესტი, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია რომ ჩვენი სოციალურ ქსელებში მანიფესტს გაეცნოს, მაგრამ პროგრამაზე პროგრამული პრიორიტეტებიდან რომელშიც იქნება ასახული ხედვა იმისა თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხედვით, ამ მოძრაობის ხედვით საზოგადოება, რომელშიც იქნება მეტი სამართლიანობა, მეტად გადანაწილებული რესურსები, რომელშიც რაღაც ადამიანი არ იქნება დაჩაგრული, რომელიც სახელმწიფო არ მოემსახურება მხოლოდ ერთი მუჭა რაღაც მართველი კლასის ინტერესს, ამის შესახებ მიდის მუშაობა და ეს გამოქვეყნდება, როცა დასრულდება ეს პროცესი. კი ბატონო, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ რომ აი უტრირებულად რომ ვთქვა, ეხლა ნებისმიერი დემოკრატიული პარტია ამბობს, რომ დემოკრატია გვჭირდება და ასევე ამბობენ, რომ სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და ის სწორედ ის რა განასხვავებს თქვენს მოძრაობას აი ამ პარტიებისგან, რომლებიც არ უგულებელყოფენ სოციალურ საკითხებს, მაგრამ ვერც ახერხებენ მის მოგვარებას, დაველოდებით ამ სამოქმედო გეგმას. კი ბატონო, ასევე შემიძლია დავამატო ის, რომ ჩვენი მოძრაობა არის თვითონ შიგნითაც დემოკრატიული მოძრაობა, ქვემოდანზე ეს არ არის რაღაც ერთი ლიდერი გამოვიდა და ბრიფინგი ჩაატარა და 3-4 ადამიანი უკან დაიყენა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაეცნოს იმას და რაღაც შემოგვიერთეს თუ სურვილი ექნება და ორმხრივი თუ სურვილი თუ იქნება და მე ვფიქრობ, რომ და იმედი მაქვს იმის, რომ აი ამ პროტესტს და ამ პროცესს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, მნიშვნელოვან წვლილს შევმატებთ. დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის, წარმატებებს გისურვებთ და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით გიგი მახარაძესთან ერთად მომავალ შეხვედრამდე მშვიდობებით.